დღეს ჩემი სტუმარია თამარ მახარაშვილი, ტექნიკური ინჟინერი Google-ში, რომელსაც TEDx-ი შემდეგნაირად გვიხასიათებს. თამარ მახარაშვილის თქმით, ცხოვრების იმ ეტაპზეა, რომელზეც 10 წლის წინ ფიქრიც კი არ შეეძლო. ის გაიზარდა საქართველოში. გარემოში, სადაც გენდერული როლები და სოციალური დოგმები ხშირად განსაზღვრავს ადამიანის კარიერულ არჩევანს. თამარმა ბავშვობიდან იგრძნო, რომ STEM-ის სფერო მისთვის ახლოს იყო. თუმცა იმ საზოგადოებაში, სადაც ინჟინერიას მამაკაცის პროფესიად მიიჩნევდნენ, მისი ოცნების ასრულება შეუძლებლად ითვლებოდა. თამარი ამერიკაში ჩამოვიდა ინჟინერიაზე ოცნების ასასრულებლად. მან ამერიკაში, მისური S&T-ში ჩააბარა დოქტორანტურაზე ელექტროინჟინერიის მიმართულებით. გაიარა პრაქტიკა Apple-სა და Google-ში და ახალგაზრდებისთვის რობოტიკის ბანაკებში მენტორობასაც ეწევა. თამარის გამოსვლის მთავარი გზავნილია. გამოიყენე შენი წარსული, როგორც ძალა იმ მომავლის შექმნისთვის, ბავშვობაში ოცნებასაც რომ ბედავდი. გონი ძალიან ძლიერი სიტყვებია. თამარი ამჟამად არის ჩვენი სტუმარი და ძალიან მიხარია, რომ საკუთარ გამოცდილებას ახლა ქართველ ხალხსაც გაუზიარებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად თამო Google-ში მუშაობს და ახლაც აგრძელებს ბევრი ადამიანის, ბევრი ახალგაზრდას დახმარებას, პიროვნული თუ პროფესიული ზრდის კუთხით და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მას. თამარი დღეს გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თამარი გვესაუბრება Google-ის ორგანიზაციულ კულტურაზე და კიდევ უფრო ახლოს ჩაგვახედებს ისეთ დიდ კომპანიაში, როგორიც არის Google და გვეტყვის მართვის რომელ სტრატეგიებს იყენებს ასეთი დიდი კომპანია. და ბოლოს ასევე ახალგაზრდებს ძალიან ბევრ საინტერესო რჩევასაც მისცემს. თამო, გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა რუსო, ძალიან მიხარია რომ შენთან ვისაუბრებ დღეს და შევეცდები რაც შეიძლება მეტი გაგიზიარო ჩემ გამოცდილებასთან დაკავშირებით და იმედია მაყურებელსაც დაინტერესებს და რამეს სიახლეს აიღებს ამ საუბრიდან. მადლობა. თამო, მოდი დავიწყოთ ბავშვობით, საიდანაც იწყება ყველაფერი და TEDx-ზე ძალიან კარგად ახსენებ, რომ შენი ინტერესები სწორედ ბავშვობიდან დაიწყო. მოდი მოვუყვეთ მაყურებელს, ბავშვობაში როგორ იყო შენი ინტერესები და შემდგომ როგორ განვითარდა პროფესიული თვალსაზრისით. ბავშვობაში ინფორმაციული შეზღუდვა იყო განსაკუთრებით 90-იან წლებში, ასე რომ ის ინფორმაცია, რაც მოწოდებული იყო ჩემთვის, იყო სკოლიდან. ძალიან მიყვარდა მათემატიკა, ფიზიკა, ტექნიკური საგნები, რამაც განაპირობა ინტერესი, რომ ასევე გამეგრძელებინა ტექნიკური განხრით და ინჟინერიაში ჩამეხედა. სამწუხაროდ იმ პერიოდში ინჟინერიაში ბევრი არ ვიცოდი, არც მასწავლებლები არ გვაწვდიდნენ იმ ინფორმაციას და ინტერნეტიც რაღაც შეზღუდული იყო ისეთი ფართოდ გამოყენებადი არ იყო როგორც ახლა. ასე რომ ინჟინერიაზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მქონდა და ეს ინფორმაციის არ ქონა იყო ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის, რომ ამ სფეროში მესწავლა, გამეგო რას შეისწავლი და რისგან შედგებოდა და არც ვიცოდი შეიძლება მომწონებოდა არ მომწონებოდა, უბრალოდ მაინტერესებდა რა იყო ინჟინერია. და ეს იყო რამაც მიბიძგა ამ განხრისკენ, რომ წავსულიყავი. თამო, პროფესიული ზრდის ეტაპებიც რომ გაგვიზიარო, როგორც თქვი, დაიწყე საქართველოში, უნივერსიტეტში დაეუფლე განათლებას და შემდეგ ამერიკაში წახვედი. და შემდეგ ჩვენ ვიგებთ, რომ უკვე ხარ Google-ში, მაგრამ აქ ძალიან დიდი გზა არის და აი რაც შეიძლება მეტი დეტალი რომ გაგვიზიარო, უშუალოდ აი ამ გზის. როგორ მიხვედი იქამდე? სკოლის დამთავრების მერე ჩავაბარე საქართველოში, აქაც ვისწავლე 4 წელი, შემდეგ წავედი კიდევ სასწავლებლად, მოკლედ იმ დროიდან, როდესაც საქართველოდან წავედი და Google-ში აღმოჩნდი, იყო ძალიან დიდი გზა, რაც სწავლის მხრივ გავიარე. და იყო ეს სწავლა ძირითადად უფრო ტექნიკური განხრით. ჩემს სფეროს დავეუფლე ის უფრო გავიკვალე გზა research როგორ გავიკვალე გზა უფრო მკვლევითი განხრით
ეს ძალიან საკუთარ თავზე სამუშაო იყო უფრო მეტად, ვიდრე სხვებთან მუშაობის გამოცდილება, იმიტომ რომ იყავი მე შეიძლება რაღაცა ჯგუფური სამუშაო იყო ხოლმე 2-3 სტუდენტთან ერთად სამუშაო, მაგრამ ძირითადად ეს მთელი სწავლის პროცესი მიმდინარეობდა სანამ Google-ში აღმოჩნდი. Google იყო პირველი Google იყო პირველი სამუშაო, სადაც უკვე ჩემი გამოცდილების, ჩემი ნასწავლის გამოყენება შემეძლო. სტაჟირებასა და თურმე სამსახურს შორის კიდე დიდი განსხვავება, იქაც სხვა ნიუანსები აღმოჩნდა, როდესაც შევადარე ერთმანეთს, რომ სტაჟირებასა და უშუალოდ მუშაობაში რა განსხვავება, როგორ თანამშრომლობს სხვებთან, ისიც კი იცვლება. როდესაც უკვე Google-ში დავიწყე მუშაობა, მე უკვე მეც მყავდა სტაჟიორი, რომელიც მიავიყვანე და ის დამოკიდებულება უკვე უფრო ცალსახად გამოჩნდა. ასე რომ სხვადასხვა ეტაპზე, სწავლის, სტაჟირების და უკვე სამსახურის აბსოლუტურად სხვადასხვა მიდგომები მქონდა სხვებთან, ურთიერთობები, რომლებიც თანამშრომლებთან მქონდა, ჯგუფები, ვისთან ერთადაც მუშაობდი რაღაც პროექტზე, ისიც კი სხვადასხვა ზომის იყო. ასე რომ ძალიან სხვადასხვა ეტაპებია, რომლის გავლაც მომიწია. თამო, ხო შეგიძლია რომ რამე კონკრეტული მაგალითი გაიხსენო, რაც უფრო მკვეთრად წარმოაჩენს შენს სათქმელს და კიდევ უფრო მარტივად გავიგებთ და ჩავწვდებით, აი იმ გზას, რასაც შენ ახლა მიმოიხილავდი და როგორც აღნიშნე, შენი პიროვნული და პროფესიული ზრდა ძალიან ერთდროულად მიმდინარეობდა. იმიტომ რომ როგორც თქვი, უნივერსიტეტში სწავლობდი და პროფესიას ეუფლებოდი, პროფესიული ზრდის გზაზე იყავი, მაგრამ ამ დროს როგორც თქვი, საკუთარ თავთანაც ძალიან ბევრს მუშაობდი საკუთარ თავზე, რაც უკვე პიროვნული ზრდაა. და რამე კონკრეტული მაგალითი, რამე დეტალი თუ შეგიძლია გაიხსენო, უფრო ცხადი რომ იყოს ეს ყველაფერი. ალბათ ყველაზე დიდი რაც შეიცვალა ჩემში ამ ეტაპების გავლის დროს იყო მოტივაცია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოტივაცია ჭირდებოდა რომ იმეცა საკუთარი თავისთვის. ანუ საკუთარ თავს უნდა გამოუძებნო მოტივაცია, როდესაც დასახული გავს, რომ 5 წელი უნდა ისწავლო და კიდე მერეც უნდა ისწავლო და როდის მთავრდება ეს სწავლა, რაღაცნაირად უნდა შეძლო, რომ საკუთარ თავს მისცე ძალა, რომ გააგრძელო და ეს ყოველდღიური სამუშაო აკეთო ყოველ დღე. უფრო ძნელი იყო ალბათ სწავლის დროს, იმიტომ რომ ზუსტად არ იცოდი როდის მთავრდება და არ იცოდი მერე რა ეტაპი იწყება. ანუ არ ხარ ჩამოყალიბებული როგორც პროფესიულად, კიდევ სწავლის პერიოდში ხარ და ეს მოტივაცია არის უფრო ფაქიზი. ანუ ძალიან იოლად შეიძლება ამ მოტივაციის დაკარგვა სწავლის დროს. როდესაც სამსახურში ხარ, უკვე მოტივაციაში შემოდის ფინანსური ასპექტიც, კიდევ შეიძლება იყოს თანამშრომლები, გარემო და სადაც იმყოფები ჯგუფი, კიდევ რა პროექტებზეც მუშაობს. ასე რომ ეს მოტივაციაც იცვლება და იცვლის ფორმას. ასე რომ ჩემთვის ყველა ამ ეტაპების გავლის დროს მოტივაცია იცვლებოდა ყოველთვის და ვცდილობდი რომ ეს მიზანი ყოველთვის რაღაც დასახული მქონოდა, რისკენაც მინდოდა რომ მიმეღწია. როგორც გავიგე, შენთვის მოტივაციის მთავარი წყარო იყო რომ წარმოვიდგინოთ რაღაც წერტილი, სამიზნე წერტილი, მიზანი რაც არის შენი, არ ვიცი, შეიძლება ეს თუნდაც Google არ ყოფილიყო ან ნებისმიერი სხვა სამსახური ყოფილიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენი დასახული მიზანი რაც იყო, აი ამ მიზნამდე მიღწევა შენთვის იყო ძალიან დიდი მოტივაცია. გარდა აი ამისა, ანუ დასახული მიზნის გარდა კიდევ
კიდევ რა გიქმნის ან გიქმნიდა мотиваციას პატარ-პატარა დეტალები რომ ვთქვათ რომ ასეთი რთული გზა გადაგელახა, მოდი გავითვალისწინოთ ისიც, რომ არ არის მარტივი საქართველოდან ამერიკაში წახვიდე, სრულიად მარტო იცხოვრო, მეგობრები არ ყავს, უცხო გარემოა, უცხო ქვეყანა, უცხო კულტურა, როგორი თავისუფალიც არ უნდა იყო ჩვენს ქვეყანაში, სხვა კულტურა, სხვა ქვეყანაში და ამასთან მორგება გიწევს, პლუს სწავლება, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა და აი ამ ქაოსთან, ალბათ ერთგვარი ქაოსიც არის, ხო, სწორად მოიხსენიე. აი ამ ქაოსთან შეგუებას როგორ ახერხებდი? ალბათ ნებისმიერ რამ რაც მიმიღწევია არის იმითი რომ ნაბიჯ. ანუ ვცდილობ რომ თითო ნაბიჯი გადავდგა და ეს თითო ნაბიჯი თუ მიდის იმ მიზნამდე, რაც მინდა რომ მივაღწიო. შეიძლება ხანდახან გადმოუხვიო, მაგრამ ვიცი რომ ტრაექტორია მიდის მიზნისკენ. ასე რომ სულ სწრაფი არ ვიყავი ხოლმე, რომ ზოგადად. ალბათ ეგეც დამეხმარა, რომ შემეძლო ნელა დინჯად ნაბიჯ რაღაცა გამეკეთებინა, რომ მიზანს მიმეღწია. და ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო ზუსტად cultural difference, ანუ კულტურული განსხვავება, როდესაც საქართველოდან აღმოჩნდი ამერიკაში და აბსოლუტურად განსხვავებული ურთიერთობები იყო ხალხთან, წესები, და თვითონ გარემოც ისეთი სხვანაირი იყო, არ მყავდა ახლო მეგობრები ან ნათესავები, ოჯახი გარშემო და იმის გავყვალვა თუ როგორ უნდა დაგემყარებინა ახალი ურთიერთობები, გაგეჩინა ახალი მეგობრები და როგორ მორგებოდი ამ სიტუაციას. იყო თავიდან ცოტა იოლი მეჩვენებოდა და მე უცბად გართულდა, იმიტომ რომ ეს განსხვავებები რო უფრო დავიწყე, რომ დავინახე. ამ განსხვავების დანახვის მერე დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ მოვრგებოდი და რა თქმა უნდა რაღაც პერიოდში გიწევს რაღაც მორგება, ანუ სწრაფად შეიძლება არ მოხდეს, ისიც ნელ-ნელა ხდება, იმიტომ რომ საკუთარ თავს ცვლის, საკუთარ შეხედულებებს მიდგომას, რაც გაგიგია მთელი 20 წლის განმავლობაში და ეხლა რო თურმე მთლად ეგრე არ არის და სხვანაირადაც თურმე შეიძლება რაღაც იყოს, ჯერ იყო რაღაც ეს რაღაც სხვანაირია და მე აანალიზებ რატოა სხვანაირი, როგორ შეიძლება ამ სხვანაირ შეხედულებას მიუდგე და შეიძლება ბოლომდე არ მიიღო, ან ეს შეიძლება არ იყოს მთლად შესაძლებელი, მაგრამ იცი რომ აი ამ განსხვავებულთან როგორ იურთიერთობო. სხვათა შორის დაემთხვა ჩვენი მიდგომა ის რომ მიზნამდე მისაღწევად რაღაც სტრატეგიებს იყენებ და ნაბიჯებს და მუდმივად ცდილობ ნაბიჯ. შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად ჩემი ტერმინიც არის ეს ნაბიჯ. ხო, მიზნამდე მისაღწევად და ეს გზაც არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი და ერთი და იგივე ნაბიჯებით არ გადიხარ ამ საფეხურებს. და რა ვიცი შეიძლება უკანაც დაიხიო, ეგეც არ არის პრობლემა, ან მართლა გადაუხვიე როგორც შენახსენე, მაგრამ აი ეს მთავარი წერტილი, რაც გვინდა სამიზნე, მართლა ყოველთვის გვეხმარება, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. და შენ შემთხვევაში ყოფილა ეს შეიძლება კონკრეტულად Google-ის Google-ში მუშაობაც ყოფილიყო სამიზნე, ესეც რომ გითხრა. კონკრეტულად ესე Google არ მქონდა, უბრალოდ Google იყო რაღაც არც მეგონა რომ შემეძლებოდა, თქვა Google-ში მუშაობა იყო ეს უფრო ძალიან კარგი opportunity მომეცა, რომელიც ანუ ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ეს რაღაც შესაძლებლობა მქონდა.
და ალბათ ეს უფრო ცოტა გამართლებაზეც არის, იმიტომ რომ ბევრი მუშაობს, ბევრი სწავლობს, მაგრამ რაღაცა გამართლების ვარიანტიც ალბათ იყო ამ შემთხვევაში, როდესაც ეს შესაძლებლობა მომეცა. ასე რომ ესე ზუსტად არ მქონდა რომ Google-ში უნდა მემუშავა, მაგრამ ის რომ მინდოდა რომ ინჟინერი ყოფილიყავი, მემუშავა ახალ ტექნოლოგიებზე, ეს რაც მივაღწია და რაც რეალიზაცია მოხდა, რაც დავიწყე Google-ში მუშაობა. ასე რომ თვითონ სახელი არ იყო. უბრალოდ აი გარემო, სადაც მინდოდა რომ აღმოჩენილიყავი, სადაც უფრო მეტი მეგობრები ჩემს გარშემო შემოვიკრიბე და არა მარტო სამსახურეობრივად, მაგრამ პერსონალური პირადი ურთიერთობებიც რო უფრო გავაფართოვე. ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზანი იყო, რომელიც შემეძლო, რომელიც განვახორციელე, როდესაც უკვე Google-ში დავიწყე მუშაობა. და შევიცვალ დავამთავრე უნივერსიტეტი, გადავედი სხვა ადგილას და ეს უფრო მეტი შესაძლებლობები მომეცა, რაც მომცა იმის შეგრძნება, რომ აი მივაღწიე ამ მიზანს. რა თქმა უნდა, რომ ერთ მიზანს მიაღწევ, მერე ისახვა ახალ მიზანს და ანუ ეს ყოველთვის საკუთარი თავის განვითარება, ახალი აღმოჩენების გაკეთება, მიღწევები, რაღაც мотиваციას გვიჩენს, რომ გავაგრძელოთ უფრო გზა წინ. და ასე არ საზღვრა ხომ რა, აი ეს მოვჭი და ეხლა რა დავიწყო. ეს თავის ბუნებრივადაც მოდის კი. გაქვს ახლა რამე კონკრეტული მიზანი? შეიძლება იყოს ეს პიროვნული, ყოველთვის პროფესიული მიზანი, შეიძლება არ გქონდეს. პროფესიული მიზნებიც კი მაქვს. თუნდაც კი. ერთ-ერთი კარგი ფაქტორი რაც არის Google-ში, ის რომ Google-ი ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, პროფესიულ ზრდას და უფრო მაღალ ეტაპებზე შემიძლია გავაგრძელო ჩემი ტექნიკური მოღვაწეობა და სწორედ ამ მხრივ მინდა რომ უფრო მეც განვითარდე. და რა შეიძლება იყოს თამო ეს კონკრეტულად რომ გითხრა? ანუ რაც შემდეგი საფეხური ალბათ? კი, და ანუ დავიწყე როგორც ინჟინერმა, გავხდი უფროსი ინჟინერი. შემდეგი ნაბიჯები არის lead ინჟინერი, ანუ technical lead. იმის მერეც კიდევ senior technical lead არის, ანუ არის საფეხურები, რის მიხედვითაც თვითონ ორგანიზაციაში შეგიძლია გაიზარდო როგორც ტექნიკურად, ასევე მენეჯმენტის განხრით. ეხლა მენეჯმენტს არ ვფიქრობ, ანუ people management-ს უფრო ტექნიკური განვითარებით ვფიქრობ და Google-ს აქვს ორივე შესაძლებლობა, რომ ეხმარებიან თანამშრომლებს, რომ განავრცელონ თავიანთი გამოცდილებაც, ცოდნაც, ორივე რომელი გახლითაც თვითონ ამოირჩევენ.